სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. შემდეგი კითხვა ეხება 1000 წლეულს, ვინც პირველად ისმენს ამის შესახებ. არის ესეთი რწმენა და მეც ვიზიარებ ამ მოსაზრებას, რომ როდესაც ქრისტე მეორედ მოვა და დიდი ურვა, დიდი გასაჭირი დადგება, ამის შემდეგ ყველა ეს მოვლენები რომ დასრულდება, რაც არის გამოცხადების წიგნში, დადგება 1000 წლიანი იდეალური ცხოვრების ხანა დედამიწაზე. ეს არ არის ახალი ცა და ახალი იერუსალიმი. ეს არის ის მიწა, ის დედამიწა, რომელიც ღმერთმა შექმნა და ჩვენ ცხოვრობთ ახლა ამჟამად. რომ 1000 წლეული დადგება და აი ამაზე ლაპარაკი ძალიან გაკვირით არის გამოცხადების წიგნში. მაგრამ აქ შეიძლება თეოლოგებმა და ასევე ადამიანებმაც გარკვეული რაღაცა წარმოდგენა იქონიონ და ეს მარტო გამოცხადების წიგნში არ არის, ეს არის ესაიაშიც, ასევე სხვა წინასწარმეტყველებშიც გაკვირით ამაზე არის საუბარი. და აქ შეკვრა შეიძლება ბევრი ბიბლიური პარალელებისა, რომ რაღაცა წარმოდგენა ვიქონიოთ ამაზე თუ როგორი იქნება ეს ყოფა. და ეს არ არის ფანტაზიები, ეს არის ზუსტად ბიბლიის კარგი შესწავლის შედეგი და პიროვნება, რომელიც აქ ასვავს, ხო? ჩაკი ქვია ამას. გვარს არასახელებს ჩაკი და აინტერესებს რამოდენიმე კითხვა აქვს ამის ირგვლივ. და ესეც დიალოგში შედის ბატონ ჯონთან და დაახლოებით 3 კითხვას სვავს, მაგრამ ყველაფერი ეს ეხება 1000 წლეულს და მე ესე დავასათაურე, როგორი იქნება ცხოვრება 1000 წლეულში, რომელსაც ბატონი ჯონი შეძლებს და გვარად სემს პასუხს. იმიტომ ყველაფერზე ესეთი პასუხი ცოტა რთულიც არის, ხომ? მაგრამ ადამიანებს აქვთ ესეთი ინტერესი და მეც მქონდა სხვათა შორის ესეთი ინტერესი, თუ როგორი იქნება ცხოვრება 1000 წლეულში და უფრო კიდე ნაკლებია ნათქვამი, უფრო 64-ში და საბოლოო ცაზე, ხომ? იქ 22 თავში არის ნათქვამი, მაგრამ 1000 წლეული ამის იგნორირება და უარყოფა არ შეიძლება. და ძალიან ბევრს გონია, რომ უკვე 1000 წლეულში არიან და ცხოვრობენ. პირდაპირ პიროვნებამ თქვა ეს, რომ სატანა შებორკილია კათოლიკმა პიროვნებამ და ჩვენ ცხოვრობთ ახლა 1000 წლეულში. აი, სხვადასხვა ინტერპრეტაციებია და ამიტომ რა არის სწორი, ეს ალბათ თქვენ თვითონ უნდა გაარკვიოთ, როცა მოისმენთ ამ სხვადასხვა ვერსიებს. მე მყარა დავდგევა, როცა გავიგე კიდევაც პირველივე, ხო? ის ახსნა, რასაც ქვია, ესე იგი 1000 წლეულამდე ახსნა იმისა, რომ ჩვენ ატაცებული ვიქნებით, რომ 1000 წლეულამდე ხდება ეს დიდი გასაჭირი და ამას მოსდეს 1000 წლეული და მერე ბოლოს სატანის გამოშვებაც და საბოლოო უკვე სატანის დამარცხება, მე ამას ვიზიარებ. და სხვადასხვა ადამიანები ახლა სხვადასხვა შეხედულებები აქვთ. მოდით მოусმინოთ რას ამბობს, რას კითხულობს ჩაკი და როგორ პასუხობს მათ ჯონ მაკარტური. მე მქვია ჩაკი და მაქვს კითხვა ძველ აღთქმაში დღესასწაულების შესახებ. ბატონ ჯონი ხუმრობით პასუხობს, როგორც ეთყობა ეს ღამეც პასტორის კუთხეში მომწყდების ღამეა, ხომ? ჩაკ. დიახ, კოლოსელების ჩაკი აგრძელებს. კოლოსელების წერილის მეორე თავში მე-16-17 ჩვენ გვეუბნებიან, რომ შაბათები, ახალმთვარობები, დღესასწაულები, მომავალი მოვლენების აჩრდილია. შეგიძლიათ მოკლედ აგვიხსნათ პირველი 4, რომელიც აღწერილია ეს დღესასწაულები, რომელსაც ისრაელი ზეიმობდა 23 თავში? შესაძლოა, რომ ისინი აღსრულებული არიან უკვე და აღსრულნენ იესო ქრისტეში, თუ კიდევ მომავალშიც იქნება მათი დაცვა და მათი დღესასწაულების ზეიმი. ჯონ მაკარტური პასუხობს. ეხლა არ შემიძლია, მაგრამ მე მაქვს წიგნი ჩემ თაროზე, რომელიც კარგად შეასრულებს ამ საქმეს. ლევიტური შეთავაზებების ტიპი. ამაში ძალიან ბევრია ზუსტად ეს მოვლენები. ეს იცით იმას აგავს ახლა, რომ მე მკითხოთ, შემიძლია თუ არა ახსნა კარვის სიმბოლიკა. იცით ხომ ეს კარავი მოსეს რომ დაავალა ღმერთმა, იქ ძალიან ბევრი რამე არის მოხსენებული და ესენი ყველაფერი ასახავს და ამაზე შეგიძლიათ წიგნი მოიძიოთ, თუ რა შეესაბამება ქრისტიანობაში და იესო ქრისტეში ეს სიმბოლიკა. ეგ ის უბრალოდ იმდენია, ახლა მე ყველას ახსნა გამიჭირდებოდა, მაგრამ ძირითადად მე გეტყვით მარტივად ამ საკითხთან მიდგომას ჩაკ. და მე ამას გულისხმობ. ხედავთ, რომ თქვენ პასექის დღესასწაული იყო ქრისტეს სხოლშეწირვა და ეს იდეალურ დროს ახსრულდა მასში. ხო მართალია? პასექის კრავი დაიკლა, ეს არის იესო ქრისტე.
პირველი ნაყოფის დღესასწაული ეს იყო სულთმეფიანობა, როდესაც მოვიდა სულიწმინდა, რომელიც იყო აღდგომის პირველი ნაყოფი გარკვეული გაგებით და ეკლესია დაიბადა, ეს არის ეკლესიის პირველ ნაყოფი. დარწმუნებული არ ვარ ახლა მთელი ეს სია ჩამოგითვალოთ, მე უბრალოდ ეს გავს რაღაცა ხელდასხმის ვიქტორინას, ხომ? როდესაც კითხვა-პასუხებს აძლევენ ესე თქვათ ახალგაზრდებს. ჩაკი აგრძელებს, ეთანხმებით, რომ ისინი მომავალშიც იქნებიან? ჯონი, თუ მე მეკითხებით, მე მჯერა თუ არა ქრისტეს დაბრუნება რომ უნდა მოხდეს აშერის თარიღის მიხედვით, რომ ეს მოხდება 7000 წელს. არა. ეს მე არ მჯერა რომ ეს აუცილებლად ესე მოხდება. თქვენთვის ვისაც არიცით ვინ იყო ჯეიმს აშერი, ეს იყო მე-16 საუკუნეში, მე-17 საუკუნეში მოღვაწე ირლანდიელი არქიეპისკოპოსი, რომელმაც დაათარიღა და გარკვეული თარიღები გამოთვალა ბიბლიასთან დაკავშირებით. და ჩაკი აგრძელებს. დიახ, ესაიას 30 თავში, 33 თავში, მე-20 მუხლში ამბობს, რომ სიონი არის ჩვენი დანიშნული დღესასწაულის ქალაქი, რომ პირველი 4 შესულდა და აღსრულდება იერუსალიმში. შეგვიძლია ამაზე ჩვენ ვივარაუდოთ? და ჯონი პასუხობს, მე არ მაქვს პრობლემა, რომ ეს აღსრულდება იერუსალიმში. მე მხოლოდ იმ დროის ჩარჩოს რაღაცნაირად ვერ ვეთანხმები, რომელიც მისტერ აშერმა მოგვაწოდა. და არ ამგონია, რომ ვინმე ადამიანმა იცოდეს ზუსტად ეს თარიღი და საათი. შემიძლია ჯონ დაგისვათ სწრაფი კითხვა ამასთან ერთად? კი, რა თქმა უნდა, დამისვით, ალბათ თქვენ დამისვათ საჯდება საყვირის დღესასწაული, ხო? დიახ, საყვირები თიშრეის თვეში რომ არის. ეს მომავალია თუ წარსული? ეს არის მომავალი? ჯონი პასუხობს. თქვენ ამიტომ მეკითხებით თუ ესე იგი ეს საყვირი, რომელსაც თიშრეის თვეში ყვირონდნენ, ეს იქნება ნიშანი ქრისტეს დაბრუნებისა, ამას მეკითხებით? დიახ, თიშრეის თვეშიავე სამივე. მე უბრალოდ ვაღიარებ, რომ ისინი სამივე მომავალში იქნებიან, ეს საყვირები, რომ საყვირების დღესასწაული ეს მომავალშიც იქნება? მე უბრალოდ მაინტერესებდა, იყო თუ არა ეს რესტავრაციის რაღაცა დიდი ტიპი, მიგრაცია, ისრაელის გამოსვლა და მსგავსი რამ. და ჯონი პასუხობს, მე არ შემიძლია ელემენტარულად რომ რაღაცნაირად ყველა ამ დეტალზე ზუსტად გადაწყვეტით გიპასუხოთ. მე ვიცი, რომ მომავალში აუცილებლად იქნება რაღაც დღესასწაულები, როდესაც 1000 წლეული დადგება და ისრაელს ექნება ტაძარი. მაგრამ გადაწყვეტით ამის შესახებ ჯელობა გამიჭირდებოდა. ისე წინდახედულობა უკეთესია, ვიდრე წინდაუხედულობა. ხომ ეთანხმებით? და როდესაც 64-ში მივალ, უკან მოვიხედავ და ვიტყვი, უკაცრავად ეს არ მცოდნია და მაშინ ყველაფერი ნათელი იქნება. კიდევ შემიძლია ერთი სწრაფად დაგისვათ ერთი კითხვა, ჯონ? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არ გიპასუხეთ პირველზე, შეგიძლიათ ეხლა თქვენ მეორეც გეკუთვნის. ბიბლიის შესწავლისას ჩვენ ვსწავლობდით მომავლის შესახებ. შემდეგ 1000 წლებში, რომელიც დადგება, იქნებიან მომაკვდავი მორწმუნეები? მორწმუნეებს შეეხდება თუ არა სიკვდილი? და როგორ იქნება ეს? იქ ნამდვილად არ არის ნათქვამი, ისინი ზეცაში იქნებიან გადაყვანილები, თუ როგორ მოხდება მათი გარდაცვალება. და ამაზე თუ შეგიძლიათ, როგორ იქნება ცხოვრება 1000 წლებში, რომ თქვენი წარმოდგენა გაგვიზიაროთ. თქვენ გულისხმობთ გასაჭირის დასასრულს თუ 1000 წლეულის დროს? დიახ, 1000 წლეულის დროს. მე ვფიქრობ, ერთადერთი რამ, რაც ჩვენ გვაქვს, როდესაც თქვენ 1000 წლეულში შედიხართ, ჩვენ გვყავს ფიზიკურ სხეულებში მაცხოვრები ადამიანები, მორწმუნე ხალხი, რომლებიც არ დაემორჩიlen ანტიქრისტეს და ისინი გადარჩნენ. და ისინი შედიან 1000 წლეულში. ხო მართალია? და მათ აქვთ ფიზიკური სხეულები. აჩენენ ბავშვებს, დედამიწა ივსება ხალხით და
ის ხალხით უნდა გაივსოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი გადაყვა ამ დიდ გასაჭირს და იქნა დაღუპული. და ჩვენ ვიცით რომ ყველა ძალიან დიდხანს იცხოვრებს და 100 წლის ადამიანი ამბობს ბიბლია რომ მოკვდება ბავშვივით. დაავადება აღმოფხრილია, საკვები შესანიშნავია, უზარმაზარი რეპროდუქცია და ისინი ავსებენ დედამიწას მოსახლეობით. სხვათა შორის სტატისტიკა მიუთითებს რომ ამ 1000 წლის განმავლობაში ამ ავტყოფობისა და ომის გარეშე თქვენ შეძლებთ ამ დედამიწის დასახლებას უფრო მეტად ვიდრე ახლა გაგაგდოთ ადამიანის მთელი ისტორიის განმავლობაში. ასე რომ იქნება უზარმაზარი რეპროდუქცია და სრულიად შეივსება დედამიწა. და მე ვფიქრობ რომ ბევრი მორწმუნე იქნება და ერთადერთი რაც შეიძლება ვივარაუდოთ, მაგალითად რაც მოხდება, როდესაც მორწმუნე იღუპება 1000 წლის განმავლობაში, სადაპირებს წასვლას, თუ ის 64-ში წავა, თქვენ იცით რომ იქ მარტო იქნება, იმიტომ რომ ყველანი აქ ჩამოდიან 1000 წლებში, ხო? როდესაც აღდგომა დადგება, ყველანი მოდიან და იღებენ მონაწილეობას 1000 წლებში. ხო მართალია? ასე რომ მე მჯერა, რომ ის იქნება ერთგვარი რაღაცა სწრაფი ისევ ტრანსფორმაცია განდიდებულ სხეულში და უკან დაბრუნება. უკან დაბრუნდებიან აქ ამ დედამიწაზე და გააგრძელებენ განდიდებული სხეულით ყოფნას. ეს არის ჩემი პირადი განცდა და მოსაზრება. ისინი მყისიერად ტრანსფორმირდებიან განდიდებულ სხეულში. ასე უნდა იყოს, ხო? და ვფიქრობ, რომ 1000 წლეულიდან მერე მარადიულ მდგომარეობაში გადადიხარ ახალ ცაზე და ახალ დედამიწაზე. ასე რომ ზოგი უკვე აქ მარადიული განდიდებული სხეულით იქნება, ზოგი კი ფიზიკურით როცა გარდაიცვლება, ისინი ტრანსფორმირებას განიცდიან, ლაპარაკია მორწმუნეებზე. და ჩაკი კითხულობს და ეს შეეხება 1000 წლეულის ყველა მორწმუნეს, ჯონ? დიახ, მართალია, ყველა მორწმუნეს. და ჩაკი აგრძელებს, ესაიას 22 თავი 24 მუხლი მიუთითებს, რომ ხალხები ივლიან ახალი იერუსალიმის შუქით და დედამიწის მეფეებს მიდიან და პატივსცემენ და დიდებას მიაგებენ ქრისტეს იერუსალიმში. ანუ ჩვენ ვაპირებთ ქრისტესთან თანამეფობას? დიახ, ესე იქნება. ესენი არიან აქ იდენტიფიცირებული მეფეები. ხო მართალია? დიახ, აქ იქნებიან ერები. მე ვფიქრობ, რომ ერები მაინც იქნებიან, რომ 1000 წლოვან დედამიწას კვლავ ეყოლება ხალხები და ერები, მართველები, ლიდერები, იქნება ვაჭრობა, საქმიანობა, ყველა ამ სახის რამ. ხოლო დედამიწაზე უბრალოდ შეფერხებულია წყევლა. სატანა შებოჭილია ვიცით და დემონები შეკრულია და ქრისტე მართავს რკინის კვერთხით. მიაქცეთ ყურადღება? მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აქ ბოროტება არ იქნება. რადგან ბოროტება რომ არ იყოს, მაშინ რატო დაშიდებოდა მას რკინის კვერთხით მართვა? ხო მართალია. მაგრამ მე მჯერა, რომ იქნებიან ერები და მიქჩებიან ასევე მეფეები. და ისრაელი სწორედ იქნება ლიდერი ამათი და იერუსალიმიდან იქნება ეს ერთგვარი მათი მართლობა. ახლა ნება მობეცით კიდევ ერთი ნაბიჯი წინ წავიწიო და კიდევ ერთი რაღაცა დავამატო. 1000 წლების განმავლობაში ამ წმინდანებთან დაიბადებიან ადამიანები, მაგრამ ყველა ეს ადამიანი არ იქნება რეგენერირებული ადამიანი. განახლებული არ იქნება სულით. სული დაბადებული. იმის გამო რომ 1000 წლეულის ბოლოს სატანა როცა განთავისუფლდება ცოტა ხნით, ხო? ის მთელ ამ ხალხს ააჯანყებს. იცით, ხო? ფაქტობრივად ზოგიერთი ინტერპრეტატორი, ბიბლის ინტერპრეტატორი, გოგისა და მაგოგის აჯანყებას 1000 წლოვანის ბოლოში აყენებს. გესმით? საბოლოოდ აყენებს, საბოლოო ომი როცა მოხდება. ასე რომ ჩვენ გვეყოლება უამრავი ურწმუნო ხალხი. რაც ნიშნავს, რომ 1000 წლეულშიც უნდა იყოს ხსნა და ხარება. ასე რომ მე გავაკეთე ერთი ნაშრომი, როცა სემინარიაში ვწავლობდი, ეს იყო ესხატოლოგიური ნაშრომი ბოლოჟამის პრობლემებზე და სახელად დავარქვი, იქნება თუ არა ხსნა 1000 წლეულში. და მე მჯერა, რომ ეს იქნება, ხსნა იქნება 1000 წლეულში. ანუ სახარება უნდა ეხაროთ გარკვეულწილად იმ ადამიანებს, ვინც არ არიან რეგენერირებული. ვინც დაიბადებიან მაგ დროს. და ჩვენ ვხედავთ, რომ ისრაელი იქნება
ასევე როგორც დიდი გასაჭირის დროს, ურვის დროს ევანგელიზაციის ერთგვარი ფლაგმანი, ასევე ათასწლეულის დროს ისინი იქნებიან იესო ქრისტეს სახარების ქადაგებლები. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ იმ მეფეებს და იმ ადამიანებს თელადი დედამიწის კუთხიდან დასჭირდებათ ქრისტეს გაცნობა და ეს იქნება ისრაელის უდიდესი როლი, საბოლოოდ გაცნობიერებული. ხედავთ, ისრაელის მთელი ისტორიის განმავლობაში ღმერთი ცდილობდა ისრაელი რომ ყოფილიყო ეს გამტარი არხი ერებთან მისასვლელად და აუცილებლად საბოლოოდ ათასწლეულში ეს ხორც შეისხავს. ეს საბოლოოდ მოხდება ამ სამეფოში. გასაგებია და ჩაკი პასუხობს, დიახ, გმადლობთ ამ საინტერესო პასუხისათვის, ჯონ.